10 წლის იყავით დედა რო გარდაიცვალა. რო გაიხსენოთ ჩვენთან როგორი იყო? ჩემთვის იყო ულამაზესი ფოტოებში და ვიდეოებში რაც მე ხავს საოცრად ლამაზი იყო. გახსოვთ მისი სილამაზე ფოტოებიდან არა ისაი, როგორი იყო თქვენთვის? სილამაზე შინაგანი სილამაზე მახსოვს ეს, რა თქმა უნდა, ეხა დედა ყველასთვის ლამაზია. ყველა შვილისთვის და ჩემთვისაც დედა იყო. უბრალოდ პატარა რო ვიყავი, მაშინ ვერ ვგრძნობდი, რომ ამ ხელამნიშნულობის დედა ყავდა. და მე რო წამოვიზარდე და უნდა ვთქვა, რომ ინოლას გარდაცვალების მერე უფრო დავიწყე ინოლას გაცნობა. ასე ვთქვათ, უფრო მეძლეოდა მე, წამოვიზარდე თან და ალბათ სურვილიც გამიჩნდა რაღაცების, უფრო გავეცანი მის სიმღერებს, იმიტომ რომ ინოლას დროს ჯერ კიდე პატარები ვიყავით მეც და ჩემი ძმაც და მაინც საბავშვო სიმღერებს ვმღეროდით ხოლმე და ამ ამბავში ვიყავით, საბავშვო ამბავში და მე დაიწყო უკვე იმ სიმღერების მიღება, გათავისება, ძალიან მიყვარდა, როცა მარტო რჩებოდი სახლში, ინსტრუმენტს მიუჯდებოდი და ვარჩევდი ამ სიმღერებს და ინოლას ვეცნობოდი და ინოლასთან ვიყავი მაგ დროს და ეს შეგრძნება სულ დამრჩა, რომ ჩემთან არის ყოველთვის, იმიტომ რომ მაინც მიწევს მღერა მისი სიმღერების და ყოველთვის ჩემთან არის და თავისთავად ინოლა მახსოვს აი ამ განწყობით ძალიან დაკავებული იყო, ესეც ბევრჯერ მაქვს მონაყოლი, მაგრამ თქვენთანაც ვიტყვი, დაკავებული იყო, მაგრამ შაბათ-კვირა დღე იყო ჩვენი დღეები, ასე ვთქვათ, ხან გავდიოდით ქალაქგარეთ, ხან ლისზე ავდიოდით ხოლმე, ხან სახლში ვიყავით, მაგრამ ამას ყოველთვის თანძდებდა სიმღერა, რაღაც ხიარულება, სადმე წასვლა სტუმრად შეიძლება და აი ამ ყველაფერში იყო უნებლიეთ, განსპეციალურად უნებლიეთ რაღაცების სწავლება. და იმ გულის და სულის ჩადება, რაც უნდა მშობელს რო გასცეს შვილისთვის. და ჩვენც ამას ვღებულობდით ჩვეულებრივ მონაცემ. ამიტომ მე არ მქონდა აღქმა, რომ მე მეგონა რომ ყველა დედა ეგეთია, ყველგან ეგრე ხდება, ყველგან ეგრე მღერიან, ესეთი მხიარულება, ესეთი განწყობებია და მე რო გავაცნობიერე, სიღრმეებში ჩავედი, რომ თლათ ესეც არ არის, რაღაცა განსხვავებული აქვს ამ ადამიანს და გამორჩეულია რაღაცით და ოღონდ ეს ჩემთვის არ ყოფილა, რომ ამის გამო რაღაცა ის მქონოდა. უბრალოდ კიდევ ერთი ბედნიერების შეგრძნება იყო, თუმცა ინოლა აღარ იყო, მაგრამ მე მაინც მქონდა შეგრძნება იმისი, რომ მე ამ ადამიანის გამგზელებელი ვარ. და რა ვიცი, დღემდე მომყვება, არა მაქვს აი ეს განცდა, რომ იცით რა ყოფილა, ვთქვათ, ჩემი ინტერვიუები ცოტა მწუხარე გამოდის ხოლმე და არ მინდა თქვენს დაგამწუხოთ, იმიტომ რომ ესეთი მოგონებები მაქვს მიკავშირდება, მაგრამ ყოფილა ისე რომ ვიღაცას გამოუხედავს და რაღაცა ესეთი შეცოდების თვალით და ისე მწყინდა, ბრაზდებოდი ამაზე, რომ არაფერი ამჭირ შესაპირიქით, რომ რაღაცნაირად მისი შვილი ვარ და პირიქით ბედნიერებაა ხო ეს ყველაფერი. აი ეს ბედნიერება მქონდა ყოველთვის და ყოველთვის ბრაზდებოდი, რომ რატო აქვს ადამიანებს აი რაღაცას ის რა ქვია თანაგრძნობით, მარტო პირიქით რომ რაღაცნაირად გამოეხატათ, რომ უი რა არა ყოფილა ეგეთებიც არის, რომ აი რო გაიგებენ, რომ იმის შვილი ხარ და რაღაცა ემართება თუ 10 მაგაც სიყვარული უჩნდებათ იმ მშობლების გამო. ბევრი ადამიანისგან გამიგია, ვისი მშობელი ძალიან წარმატებული და ცნობილი იყო, რომ რაღაცნაირად კომპლექსი ჰქონდა მშობლის. კი, არის ხოლმე. თქვენ შემთხვევაში თუ იყო მსგავს? ისე რაღაც პერიოდში კომპლექსზე ვარ დავარქმევდი. ანუ ბოდიში დავაკონკრეტებ, რა ია შუღლიას შვილობა უფრო გინდოდა თუ ინოლა გუგულიას შვილობა? ორივე, იმიტომ რომ აი ყურეთ, ეგ დაახლოებით რომ წამოვიზარდე და უკვე ია შუღლიაშვილობა რო დაიწყო, მაგ პერიოდში ყველას უნდოდა რომ ია შუღლიაშვილი, მაგრამ ინოლას ქალიშვილი. აი ეს იყო სულ განუყოფელი იყო. ეს მე არანაირად არ მაგაზენ პირიქით, მაგრამ აი მათი მნიშვნელობითობა იყო რაღაც მომენტით რა, იყო ეგ მომენტი, რომ აი ცოტა გქონდა და სხვათა შორის ჩემმა უფროსმა ძმამ მამუკა სალუქვაძემ მითხრა, რომ
იცი რა შენო ია ხარო და ია უნდა იყო იმიტომ რომ ღეროდი რაღაცას რო ვაკეთებდი ძალიან ბევრი ოჯახის წევრებიც რაღაცნაირად ინოლას ხედავდნენ ჩემში მე დიდად ვერასოდეს ვერ ვამსგავსებდი ჩემ თავს ნუ რაღაცებში შეიძლება მაგრამ ასე რომ ვინმე როგორ გავს და ის აი ეგ მომენტი არ მქონდა იმიტომ რომ ინოლა რაღაცნაირად სხვანაირად ლაღი იყო მე ცოტა ეგეთი მძიმე ხასიათის თუ რამის შეიძლება იქიდან გამომდიდა მე და მე წლების მერე გავაცნობიერე რომ ალბათ ეს სიმძიმე იქიდან მოდის რომ ინოლას 10 წლისას დედა არ დაუკარგავს და მე ეს სიმძიმე მახლდა ალბათ მაგრამ თუმცა ამას მაინც რაღაცნაირად ვლახავდი და ჩემმა ძმამ მითხრა რომ კი კარგიაო რომ ესო მაგრამ შენო შენი თავიო ოღონდ აი ძალიან მზრუნველულად ძალიან ჩემთვის თქვა და ზუსტად გავიგე რომ არც უნდა მეთაკილებოდეს და არც უნდა რაღაცა მეამპარტავნებოდეს თუ და ან რაღაც აი შეგრძნებების დონეზე უნდა შენი თავი უნდა იპოვო და ყოველთვის უნდა გქონდეს უკან ის რომ მოდიხარ იქიდან ანუ დედისგან, მამისგან მოდიხარ და ეს უნდა გახდეს. ამიტომ დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრა ეგ მომენტი და არა მაქვს საერთოდ ეგ პირიქით მიხარია რო ახსენებენ. უბრალოდ დღეს უკვე არის ის მომენტი რომ ია შუღლიაშვილიც ვარ და ინოლას შვილიცა ვარ.